პირველ რიგში ქალბატონებო და ბატონებო კიდევ მოგესალმებით და მართლაც რომ დღევანდელი დღე 8 თებერვალი ასე მეცნიერების საქართველოს მეცნიერების შეკრება ამ უდიდეს კარგ ტაძარში დავით აღმაშენებლის მიერ აშენებულ ამ ტაძარში ეს არის ბრწყინვალე შეხვედრები ასეთი შეხვედრა დაახლოებით 10-12 წელი და მეტიც არის შეიძლება აქ ვიკრიბებით ხოლმე მეცნიერები და ამ დღეს აღნიშნავ ამისი დიდი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი არის ბატონი თემურ შაშიაშვილი რომელიც აი დღესაც და ადრეც რამოდენიმე წლებია მიმდინარეობს და ეს არის ჩვენი ერთადერთი კიდევ გამოხატულება დავით აღმაშენებლის დღევანდელი დღის გახსენებისათვის ბატონ თემურს თქვენი სახელით კონგრესის სახელით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და მომავალ წლებშიც ალბათ კიდევ გავაგრძელებთ ამას მაგრამ აი ამ ღონისძიება დღევანდელი დღე დავით აღმაშენებელი ეს იყო დიდი მეფე რომელმაც დაგვიტოვა აღმაშენებლის სახელი მაგრამ თან წაიღო დიდი მეფის სახელი და დღესაც აგერ აღნიშნდა შევამკეთ ყვავილები მაგრამ აი ამ ღონისძიებაზე მე ერთი 4-5 ვარ ჩამოსული დაწყებული აქ ამ ღონისძიებას 8 თებერვალს თუ არც ერთხელ არ ჩამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები არც მე მგონი არ თბილისში და არცაც არ აღინიშნება აი ეს არის უდიდესი ტაძარი ბრწყინვალე სამეფო მეფის მიერ აშენებული ტაძარი და თუ აქ რამოდენიმე ხლა კაბინეტში ძობა კარგია მაგრამ კაბინეტიდან არ კეთდება მარტო არაფერი ამიტომ ახლა მე მინდა ამისათვის ბატონ თემურს კიდევ და კიდევ დიდი მადლობა იმისათვის რომ მომავალში კიდევ გვექნება შეხვედრები ახლა ტელევიზიაში ყველა უყურებთ ფასების საკითხს ეს ფასები კაბინეტში არ გადაწყდება კაბინეტში რო სიღარ უნდა წახვიდე და შეხვდე გლეხებს ვისაც გვაყავს პროდუქცია ახლა მე ამას რატო უსვამ ხას იმისათვის რომ მე 37 წელი ლაგოდეხში მომიწია პარტიულ სამეურნეო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობა და ვიცი ეს მიმართულება მე რომ უსმე ხანდახან ჩვენი ხელმძღვანელების კაბინეტში და იქ ფასების მომატება რა შეიძლება რო დავაკეთოთ აი ხანდახან მეცინება აბსურდულ რაღაცებზე არის ლაპარაკი იქ უნდა დაუძახო ჩახვიდე სპეციალისტი მიიყვანო ვინაც იცის სოფლის მეურნეობა ხო და ასე კაბინეტიდან ეს საკითხები არ გადაწყდება ხო იქ სხვა ბევრი ისეთი ნიუანსებია სოფლის მეურნეობის ფასების დაკლების რომ იქ საერთოდ გაგებაში არ არიან იმიტომ რომ მე ვიცი ჩემნაირად ხვებაც იციან თუ კიდე სადმე არიან შემორჩენილები სოფლის მეურნეობის დარგის მუშაკები მანაც იციან მაგრამ არაფერს არ გვეკითხებიან იხილავე თვითონ კაბინეტში კარგია ჯდომა მაღალი ხელფასები მაგრამ გლეხს უნდა ჩავწდებ და დაელაპარაკო რა გიჭირს რა გილხის ეს აი ახლა მე მოგიყვანთ ერთ მაგალითს ბევრს აღარ გავაგრძელებ აი ლაგოდეხში ახლა ზამთარია ზაფხულში სოფლის მეურნეობა ლაგოდეხი არის სასოფლო სამეურნეო კულტურების წამყვანი დარგი ერთ-ერთი და აი ახლა ზამთარია ჭადის ფქვილი ღირს ლაგოდეხში 2 ლარი დაფასოებული ცელოფანის პაკეტებში და თბილისში სადაც მე ვცხოვრობ თითქმის მასივში აი დეკემბერში და ახლაც ღირს 5 ლარი ეს კაბინეტში ქართულია თუ შემოტანილი ბატონო საკითხავია თქო ეს ქართულია ხო და ეხლა გლეხმა მოიყვანა მიწამო ძალიან გთხოვთ რეგლამენტი დათესა და ოფლი დაყარა იმაზე აღარა ლაპარაკი რა დაუძდა დიზელის საწვავის ვიცი დამუშავება მოყვანა დააფქვა ყველაფერი ხო და
მაღაზი დისტრიბიუტორებს ვეძახიან ახლა. მაღაზი კომუნისტები პროცესი იჭერდა კაცო რა დისტრიბიუტორი. სახელმწიფო უნდა განაგო. ეს რო გლეხმა ჩამოიტანოს აქ სამლარად გაყიდოს. ერთ ლარს იღებს ისა, მერე უმატებს ეს გამყიდველი. როგორ შეიძლება გლეხის მოყვანილი? ახლა ეს ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, აი ახლა ცოცხალი მაგალითი. ეს გაგებაში არიან ჩვენი თავრობის ხალხი. ტელევიზორში მოგივითხარ, რო უსმენ, აი მეცნიერება ხანდახან სასაცილო რაღაცებზე ჯერლობენ, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ფასებთან. ეხლა მე მინდა თქვენ წაგიკითხოთ კონკრეტული წინადადება ხელისუფლებას განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის. აი აქ ეხლა რამოდენიმე საკითხია. არ უსმენს არავინ, არც წაიკითხავთ, მაგრამ ჩვენ კონგრესმა მივიღოთ ეს დღეს აქა და ალბათ მოვა დრო და იქნებ დაინტერესდა და ყველაფერი. ისტორიულად ცნობილია და ამ მიდგომის მაღალი შეფასება მისა დაოსის საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც ჩატარდა ეხლა და არც მიიწვიეს იქა ჩვენი ხალხი არ ესწრებოდა. ადრე იყო რამოდენიმე წელი ღარიბაშვილი იყო ესწრებოდა. ეხლა ზის სადაც ზის იქ ზის. დავით აღმაშენებელი 4-ჯერ ნაკლებ გადასახადებს აწესებდა იმას, ვინც მიწას ამუშავებდა. ასეთი მიდგომა დღეს ხაერი ჭირდება საქართველოში ჩვენ გლეხობას. ამიტომ მეცნიერთა აკადემიური ისტორიიდან კეთდება სწორად დავალება, თხოვნა, რომ ეს უნდა გაითვალისწინო. მაგალითად, მიწას ვინც არ ამუშავებს, მიიღო მიწა, შევარდა დიდ დროს. ესე იგი, რაიონებიდან ვინც კი იყო თბილისში თუ სადმე, ყველა დაურიგეს მოწმობები. იმას ის არ ჩასულა და არც მე გაყიდეს, გამოყიდეს და ასეთი რაღაცები. ეს არ შეიძლება. ამის გაკეთება. მე უნდა მივეხმარო ეხლა ერთ რამეში. ეს იმდენად კარგი მეცნიერია, რომ ვერ გამოდის ამ დღე რაღაცა უნდა თქვა ის ანალიზი თქვა. ჩვენ ბატონებო მეცნიერთა კონგრესი გთავაზობთ ძალიან კონკრეტულ წინადადებას, რომელსაც უნდა მხარი დაუჭიროთ. რა წინადადებაა ეს? დავით აღმაშენებელი 4-ჯერ ნაკლებ გადასახადს აღდევინებდა იმას, ვინც მიწას ამუშავებდა. ამიტომ ჩვენ თავაზობთ ხელისუფლებას, თუ ადამიანი მიწას ამუშავებს, მას შეუმსუბუქე გადასახადი, 3 წელი თუ ამუშავებს ედმიწევნით მიყოლებით გაათავისუფლე გადასახადისაგან, თუ ადამიანი არ იყენებს სასუქს, ფერმერი არ იყენებს სასუქს და ორგანულ პროდუქტს აწარმოებს, მას მიეხმარება მიწას ამუშავებს, სასუქს არ იყენებს, ქიმიას არ იყენებს, მას მიეხმარა და უპროცენტო სესხილიებს. და კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნების გამოცდილება იაპონიის და სხვების მიწას სესხილი და 20%-ით ნაკლებს აღდევინებს თუ ორგანულ პროდუქტს უშვებს და რაც ქვეყანაში ჭირდება. ჩვენ დღეს გელათში დავით აღმაშენებლის ამ მიდგომას ვაცოცხლებთ და ვეუბნებით ხელისუფლებას გააკეთეთ ისე, როგორც დავით აღმაშენებელი აკეთებდა, იმიტომ რომ სოფლიო ცხოვრობს ასე. ესაა წინადადება, არ მისაღებია, მე მგონი მისაღებია. მადლობა. ბიოლოგიურად სუფრა. რა თქმა უნდა, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ახლა ლექციას არის მიჭეული და დავამთავრეთ ახლა, ესე იგი შემდეგი დოკუმენტები წავიდეთ. საკითხი ერთი. მე ცალკე მიუძღვა კონფერენცია მე ბატონო. მე მინდა წერს ბატონ თემურთან ერთად ვადგეთ, აი წეღა გითხარი, ილია ჭავჭავაძის ძეგლი დავკით ლაგოდეხში. ამასთან დაკავშირებით ეხლა ვაზუსტებ რაღაცა დღე იმისათვის, რომ ილია ჭავჭავაძის დღე დავარქვათ იმას და თქვენ ყველას ბატონი ისე თემურის ხელმძღვანელობით მოგიწევთ ლაგოდეხში იმ დღეს, როდესაც დავაწესებთ შეხვედრის დღეს. ოღონდ ამ ტრიბუნიდან წავიდეთ და დღეს რომ მოგვყვებით. დიდი